გესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი, ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ვინც წმენდების პროცესში ხართ ჩემთან, იცოდეთ, რომ 21 სექტემბრიდან უკვე სექტემბრისთვის სრულდება აბსოლუტურად ყველასთან და დაახლოებით 25-მდე დაცვა იქნება გააქტიურებული და მიიღებთ, რა თქმა უნდა, შეტყობინებებს ეტაპობრივად, ხო? და ამიტომ გექნებათ რაღაცა ის არ გამომიგზავნა, ან რაღაცა თუ სექტემბრის ბოლომდე 30-მდე არ შეგეხმიანეთ, შეიძლება შემთხვევით ვინმე წესით არ უნდა გამომრჩეს არავინ, მაგრამ შეგიძლიათ შემეხმიანოთ, ხო? რა ხდება, მოიკითხოთ. გამოგზავნაზე თუ გამომრჩეს ვინმე. ასე რომ ეს თემა იცოდეთ, ვინც მოისმენთ, 25 სექტემბრამდე დაცვები დასრულდება ყველასთან. რა თქმა უნდა, ვისთანაც პატარა ვიდეო მაქვს გასაგზავნი, თუმცა ყველა მიიღეთ უკვე თქვენ. ნახეთ, ზოგმა სკრინები, ზოგმა ვიდეო და მე ერთ ვიდეოს შეგპირდით თქვენ და არა ყველა პროცედურის რაღაცებს ავკრიბავდი და ტარანდარ, ხო? რომ ნამდვილად ტარდება და ნამდვილად რაღაცა, ხო? და აინც რაღაცას ვიზამ და ბევრი დრო მიაქვს. ჯერ ერთი წმენდის პროცესში ეს გადაღების თემა არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ იქ უნდა იყო მთლიანად ჩართული და ეს ტელეფონი და ვიდეო და ახლა იმაზე ზრუნვა არ იქა, რთულია. მე კიდე ქვეყნის დრო მიაქვს მაგისინას აკრებას და ამიტომ მიიღებთ ნელ-ნელა და ეტაპობრივად. კარგით, ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ვისთვის არის გაშლა. პრინცესა ყავს ხაზზე, ყოველ შემთხვევაში ქალბატონი, ესეთი რა თქმა უნდა ძლიერი, შემდგარი, წარმატებული, შეიძლება დედაქალი იყოთ, ან უბრალოდ თქვენში იყოს ესეთი ძლიერი ენერგეტიკა, პოტენციალი, საუკეთესო, ასე ვთქვათ, ქალბატონი შეიძლება მმართველიც კიდე რაღაცა ობიექტის, ან ბიზნესმენი, ან რაღაცა ესეთ ეტაპზე იდგეთ, შეიძლება ყველაფერი ერთად იყოთ, ხო? ესეთი ქალბატონი ყავს ხაზზე. ვნახოთ თქვენში ჩაფიქრებული პიროვნება, ხო? სხვათა შორის ესეც არ ჩამოგივარდებათ, თუმცა მთლად თქვენს დონეს მაინც ვფიქრობ, რომ ვერ გაჩავს, მაგრამ მაინც მის სადარად გიყურებთ. ანუ აქ გულისხმობ იმას, რომ თავისი ტოლი შეიძლება, ხო, ჩემზე მეც მაინც ვერაფერს ვერ აკეთებს. კი ბატონო, არის ესეთი რაღაცა. ეს იმას არნიშნავს, რომ არ გაფასებთ, არა გაფასებთ, უბრალოდ, ვიცი, ალბათ მეტ პოტენციალს შეიძლება ეს ადამიანი საკუთარ თავში ხედავდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ დგას, მოდი ასე ვთქვათ, სათანადო საფეხურზე. ამიტომ, ასე რომ ვთქვათ, ტოლს არ გიდებთ ფაქტიურად ეს ადამიანი. აქედან დარობა მოხდა. რაც შეეხება მისი ოცნება, ფიქრები ნამდვილად შორს არის. და ეს შორეულ, ანუ პერსპექტივა, შორეულ მომავალს ესეთ რაღაცას, ასე ვთქვათ, გულისხმობს და აქ, რა თქმა უნდა, უკვე თქვენ შედიხართ მის, ასე რომ ვთქვათ, ფიქრებში, ოცნებებში და ეს იმას ნიშნავს, რომ ღრმა სიბერემდედაც კი მინდა მე ამ ქალბატონის გვერდით ვიყო. ნახეთ, როგორი ლამაზი ფიქრები გქონია, ხო? იმიტომ რომ სხვათა შორის ძალიან ლამაზი სანახავია, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მელამაზება, დიდი ხნის ურთიერთობა, როცა არის ძალიან დიდი სიყვარული და მართლა ღრმა სიბერემდე, ვიცი, უკვე ბებია ბაბუები რომ არიან და კიდევ ხელჩაკიდებული, ხო? აი მათ შორის რომ იგრძნობა მართლა სიყვარული. და აი ერთად რომ იბაჩუნებენ, თუნდაც ქალაქში, თუნდაც ადმე დაპატიჟებული არიან და ასე შემდეგ, ხო? თუნდაც სახლში რომ შეხვალ და ესე წყვილ შეხედავ, ძალიან ლამაზი არის. იცით რა არის? ასეთი ფიქრები აქვს ამ ადამიანს და ესე რომ ვთქვათ, ღრმა მოაზროვნები რომ დამიფიქსირდა აქ, ეს არ არის უკვე ფაქტიურად ერთჯერადი, ნახე, ან დროებითი, ან გართობის თემა, ასე ნამდვილად არ გიყურებთ, იმიტომ რომ
ასეთ რაღაცას ახლა მე რაც თქვი, როგორ შეიძლება დაუკავშირო ესეთი რამე. ხო, სხვათა შორის ამ ადამიანს ზუსტად ის თქვენი სიძლიერე მართალია მისად არად გიყურებთ, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ, აღაფრთოვანებს და აი ზუსტად ეს ყველაფერი არის დამაფიქრებელი ამ ადამიანისთვის, რომ დავუშვათ ესე ასეთი ფიქრები აქვს. მოდი ვნახოთ კიდევ მისი შეგრძნებები რა არის. გეთაყვანებათ ჩემო კარგო, აქ არ არის ეს. მე ვერ ვიტყოდი რომ ეს იყოს ნახეთ როგორი რაღაც ერთდღიანი შესაძლებელია ეს დიდი ხანი გიყურებთ ან მანამდე იცოდათ თქვენ შესახებ სანამ კიდევ თქვენ გაგიცნობდათ ხო იმიტომ რომ რატომღაც შორიდან ტრფობა დაფიქსირდა აქ პირდაპირ აი როგორ არის იცით ალბათ ხომ არის რომ შეამჩნევდა როგორ მომწონს აი ეს ქალბატონი ან ეს მამაკაცი ან ვიღაცა ჯერ შორიდან ესე ვთქვათ იცოდე და შემდეგ ასე რა ვთქვათ სხვათა შორის ძალიან ყოველთვის პატივს გცემდა და აქ არ არის ეს მერე მოპოვებული პატივისცემა არა ეს არის თავიდანვე ადამიანს რო პატივს ცემ ესეთი დამოკიდებულება სხვათა შორის როგორ მისი შეგრძნება ზუსტად ის არის რომ მე ვფიქრობ რომ აქ ხელისათხოვნელადაც კი უნდა რომ მოვიდეს კი და სტაბილური ურთიერთობა აი როგორ არის იცით ეს ყველაფერი შემოგთავაზოთ მოდი ვიყოთ ერთად მოდი ეს ყველაფერი საინტერესოა აბა მაშინ ასე ვკითხოთ ჩვენ ახლა მართლა შეგრძნებები იმდენად ნახეთ იმდენად ლამაზი არის მართლა და ნახეთ აქ უკვე არ არსებობს ადამიანს ახლა მის მიმართ მართლა განსაკუთრებული ნიშნულობა თუ არ აქვს ადამიანს შენს თვალში აი ამ შეგრძნებებით ისაუბრო როგორადაც ამ წუთში მე მესაუბრება ხო მინდა თითქოს კიდე ვკითხო რას გრძნობს მაგრამ კარგი მოდი კიდე ერთი გითხარი რას გრძნობს და მე დავსვამ აი იმ კითხვას იცით რა არის კი მიუწვდომელი ცოტა მიუწვდომელი ხართ მისთვის მიუხედავად ამისა რა არის მიუწვდომელი აქ ნახეთ მისი სად არის ყველაფერის მაგრამ მაინც რატომღაც ფიქრობს რომ შეიძლება ცოტა თქვენთან მსახიობობა სჭირდებოდეს შეიძლება ცოტა რაღაცების გათამაშება სჭირდებოდეს როლების მორგება მე მინდოდა აქ კითხვა დამესვა იცი რეალურად მოვა და ამ ყველაფერს გაგიმხელთ თქო მაგრამ ახლა მეორე კითხვა დაიბადა აქ ხო მოდი ჯერ ეს ვკითხოთ რეალურად მოვა და ამ ყველაფერს გაგიმხელთ იცით რა არის აქ არის ესეთი ვარიანტი ჯერ ვერ მოიფიქრა რაკნას არ იცის რა რეაქცია გექნებათ თუმცა ამის სურვილი ნამდვილად აქვს კი მაგრამ თქვენს უკან თუ არის მეგობრები დები და ქალები და ისეთი პიროვნებები იცოდეთ რომ ძალიან ფრთხილად იყავით იმიტომ რომ ამ ადამიანს მაინც აქვს ისეთი შეგრძნება რომ თითქოს როგორ არის იცით თავზე არ დაინგრეს ეს ურთიერთობა ნახეთ აი ამიტომ კი მოვა ეს თქვენ დაგელაპარაკებათ და მისი მოქმედება და შეგრძნება როგორი არის ეხლა ადამიანი რო აი მართლა იგრძნო მისგან რომ აი ისე გექცევათ მართლა პრინცესასავით როგორც დავიწყე ხო აი ხელის გულზე ეხლა ვერავინ ვერ დაგისვამთ მართლა მაგრამ ხო არის ეხლა შედარება მაინც აი ესეთი ფორმას იგრძნობთ ამხელა რაღაცას მაგრამ ეს გარესაზოგადოება რომელზეც მას ეფიქრება დაფიქრდით ვინ არიან ესენი ამ საზოგადოებას ეს თემა მოარიდეთ, იმიტომ რომ აქ ზუსტად ამ საზოგადოების გამოიკავებს ეს ადამიანი თავს და რაღაცა როგორ არის, იცი, აი ეს მე რომ გითხარით თამაში თითქოს ხო ნიღაბის მორგება და რაღაცები სჭირდება თქო, კარგით ნიღაბთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, მაგრამ დამავიწყდა. დიდხანს გაგრძელდება ეს ასეთი თავშეკავებული მდგომარეობა. დიდხანს არ გაგრძელდება, უბრალოდ ვერ გაგრძელდება. უბრალოდ ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ აქ უკვე გეგმა არის და
პირიქით აქ იქნება როგორ იცი სწრაფი შეიძლება მოულოდნელად აი ყველაფერს გადააბიჯოს რაღაცა და всё ეს საკითხი უნდა მოგვარდეს მე მგონია მოგვარდეს ხო მე მგონია რომ ან მანქანით მოდის ან მიდიხართ რაღაცა მანქანასთან კავშირი არის ეს თემა და ეს მანქანა რა არის თუ ერთად იყავით სადმე მანქანით კარგით მომავალში მკითხი მანახე უფრო სწორად როგორ იქნება იცით რა მე მაინც მგონია რომ ეს ადამიანი დაიწყებს სერენადების სიმღერას მაგრამ ერთი რაღაცა დაიმახსოვრეს ძალიან დიდი თვალი ბევრი ადამიანი ბევრი თვალი საზოგადოება გიყურებთ ეს ის ხალხია ვისაც ალბათ უხარია თქვენი სიკეთე ამ ხალხს ნახოთ აბა მისი სიკეთეც უხარია ამ ხალხს მისი სიკეთე იცით რა არის რო გითხრათ ეხლა მანდა მაინც აქ ეს ის ხალხი არის რომ ეხლა თქვენი სიკეთე მის სიკეთე ამ ხალხს საერთოდ მოდი ასე ვთქვათ არ აინტერესებს ეს თემა უბრალოდ მაინც არის რომ როგორი რაღაც იცით ეს იმას კი არ ნიშნავს რომ თქვენთვის კარგი უნდა ამ ხალხს ან ცუდი უნდა ან მისთვის ესეთი ხალხი ესენი არ არიან საერთოდ კიდე რა ვიცი კიდევ იქეთ გარეშე ხალხი ხო რომლებიც ნუ კაი თვალით ყოველ შემთხვევაში ამ რაღაცას არ შეხედავენ და ესე რომ ვთქვათ გზაზე რო გადაგეღბება მაინც ხო არაფერს გიკეთებს და არც არავინ არაფერს ეკითხება და არც ის არ ადარდებს როგორ იქნებით აი ესეთი ხალხი არის ეს სამწუხაროდ არა მკითხე მოამბე ხალხი კარგით აი ამიტომ ნახეთ ამ შემთხვევაში როგორ უნდა გააკეთოთ იცით მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ რომ ეს გზაზე ერთად წახვალ სიტყვაზე საუბარი იქნება შეხვედრა იქნება რაღაც ესეთი მომენტი რომ იყოს თქვენ შორის აი ამ ხალხისთვის ეს ყველაფერი იყოს დაფარული ხო ვერ დაგინახოთ რაღაც ისე უნდა მოახერხოთ ან რა ვიცი არ უნდა რა ვიცი ამ ხალხმა მოკლედ მივხვდით ალბათ რა მეტი აღარ ვიცი რა გითხრათ არც მინდა მაგ ხალხზე აქცენტი გავაკეთო იმიტომ რომ მოდი არ შევძინოთ რამე ძალა მეტი ბევრი ყურადღება არ დაუთმოთ რადგანაც თქვენც იგივე პოზიცია აირჩიოთ ცხოვრებაში აი ამიტომ გავაკეთებ ახლა ამას და არ ჩავეკირკიტები ხო ნახოთ ეს ადამიანი რას იმოქმედებს თქვენთან მიმართებაში ხო სერენადები უკვე გავაჟღერე ნახეთ ინფორმაციებს რა თქმა უნდა აგროვებს მე მაინც მგონია რომ ეს ადამიანი შეიძლება ფულის აგროვებდეს შეიძლება ვალსის სტუმრებდეს შეიძლება რაღაცა ისეთი ინტერესი კონდეს საქმე აქვს გასაკეთებელი მოსაგვარებელი ესეთ თემაში მიფიქსირდება რას გააკეთებს ნახეთ მე მაინც მგონია რომ ფარულად რაღაც ისე რომ თქვა თქვენთან ამ ადამიანს კავშირი ექნება ხო დაფარულად კი ანუ ფარულზე გადავიდა ხედავთ ყობა ესე ჩიამჩნევს ამ ყველაფერს და თქვენ ჩიამჩნევთ ამ ხალხის მერე გამოვიდა უკვე დაფარული ურთიერთობა ხო ესე იგი გამოდის რომ შემდეგ გადადიხართ დაფარულ ურთიერთობაში კაი თქვენს მიმართ რამე შეიძლება კი ის რომ როგორ არის იცი თანდათან გაძლიერდება აქ ეს ურთიერთობა და ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირ მე ბედის სახით ხედავ ეს ყოველთვის თქვენთან დაბრუნდება ხო ესეთი ვარიანტია სადაც არ უნდა წავიდეს ფაქტიურად იცით რა არის შესაძლებელია ეს უკვე მისი ძმაკაცები და არა მისი ეს ხალხი გარეშე ხალხი კი არა ისაც მაგაცომ შეიძლება შეამჩნიოს კიდეც როგორ პატივს გცემთ როგორ რა ვიცი იცით როგორ მიფიქსირდება ადამიანი აი ხელში ატატებული რო დაყავს კარბატონია კეტიკით ხო ეხლა ესე ნამდვილად არავინ არ ატარებს მაგრამ ეს არის შედარებითი ვარიანტი ნუ არ ვიცი რა ხდება ვისთან რა ხდება ახალი ხართ აქ თუ რამე ესეთნაირად შეიცვალა მაგრამ აშკარა არის რომ აქ უკვე ნახეთ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი იპოვის გამოსავალს თუნდაც ამ ხალხიდან არის თუ რაღაცას აი ამ ფარული ურთიერთობიდან თუ რაღაცა ისეთ მდგომარეობაში გადადის როგორ არის იცით იპოვის გამოსავალს ეს არის გამოსავალი უკვე და ეს ყოველ შემთხვევაში მისი ახლო
ახლო ხო? მოდი მანახე აბა კიდე ახლოს კი ბატონო საზოგადოებისთვის ძალიან შესამჩნევი იქნება თქვენს მიმართ დამოკიდებულება და აქ რაც შეეხება როგორ არის იცით მე ვფიქრობ რომ სხვათა შორის მისი საძმაკაცო არის ამეგობრო მამაკაცების უფრო გულისხმობ ვიდრე ქალბატონებს არა ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ აქ თქვენ ყველა გაფასებთ ის მისი ხალხი არა საძმაკაცო უფრო ნათესავებზე და ხალხზე არ მაქვს ლაპარაკი ხო ახლა ნათესავი თუ ძმაკაცია კი სხვა თემაა კიდე უფრო საძმაკაცო მე ვფიქრობ რომ რა გიხარიათ რა გწყინთ ესეთ რაღაცას ეს მისი საძმაკაცო ესე ვთქვათ ყურადღებას მიაქცევს და თქვენ ამას იგრძნობთ ხო ამ დამოკიდებულებას სხვათა შორის დაფასება არის აქ შემდეგ რა იქნება ეს რატო დაფიქსირდა ეს რატო დაფიქსირდა აქ აშკარად დაქორწინებამდე მიდის საქმე მაგრამ არ არის გამორიცხული რაღაც აქ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი ნახეთ შეიძლება ვინმე შეეცადოს მისი რა დაჭრა რა არის ეს რამე ავარია მართლა უსიამოვნო ვინმე ხომ არ მოწონხართ თქვენ რომელიც შეიძლება ამ ადამიანთან უსიამოვნო შელაპარაკება ან რა ვიცი ახლა რა უცება მოხდა დაჭრის თემა ან რაღაც ესეთი მოხდეს ხო ვიღაც ავადმყოფი არის აქ არ გაგიკვირდეთ ესეთი რაღაც შეიძლება რა ვიცი ვიღაცასთან ახლა რადგან საჯაროა გაშლა რაღაცა ცოტა ისეთი ის იყოს ავარია ან როგორ არის იცი მწოლიარე პოზიციაში მიფიქსირდება შესაძლებელია რამე მძიმე ავადმყოფობა შეხვდეს და თქვენი მოსავლელი გახდეს აი ესეც შეიძლება მაგრამ არ არის გამორიცხული ვინმე ავადმყოფით უყავთ გადაკიდებული მასთან მოვიდეს რაღაცა ისეთი მომენტი მაგრამ აქ თქვენ ეს პირიქით თქვენს კავშირს აძლიერებს და კიდევ უფრო ნახეთ კიდევ უფრო ეს მოულოდნელად გამოჩნდება რაღაც ხდება აქ შეიძლება ავადმყოფობა იყოს ხო არ დავკონკრეტდები ხო იმიტომ პირადი ხომ არ არის მაინც რომ ვიმასქნა და ამიტომ აქ ამ რამდენიმე ვარიანტს გავაჟღერებ მაგრამ აქ თქვენ დაიწყებთ ზრუნვას საქმე ამაში არის და ზუსტად ეს იქნება გასაღები თქვენი ქორწინების სახში დამჯდარი გიყოლი ალერგია ქალბატონის ალბათ ან დედა ხო აქ ბედნიერი დასასრული ჩემ ოჯახი დაფიქსირდა ოჯახი აქ ვერავინ ვერ შეუშლის ამ ურთიერთობას ხარჯ ჩემო კარგებო შვენიერი ოჯახი დაფიქსირდა აქ ეს ოჯახი დასაფიქსირდა ნუ მე ოჯახს რო შევქმნით მე ავიცი ახლა რაღაცა გონია უნდა გარდაიცვალოს ანახეთ თქვენთან არის გეხომ არ გეხებათ რომელიმე რამე ცუდი ანახე ბიჭი როგორ იქნება გოგო როგორ იქნება არა ნახეთ რა არის აქ იცით ამის გაჩეჩვა სხვა შეიძლება ვინმე ქალბატონი ამ ბიჭისას ვიღაცა გაპუტავს ამას თმებიდან ხო ეხლა რა ხდება ქალბატონს შეიძლება ყავთ ვიღაცა გადაკიდებული თქო მაგრამ არც ეს მამაკაცი არ არის მთლად ისე აფსაიდში არ ჩამოგჭებათ აქ არ არის გამორიცხული კი ვიღაცა მოუვარდეს და კაპუტის თემა არ აცდეს ამ საწყალს აცოდავს მაგრამ ნუ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ შორის ურთიერთობა გაფუჭდეს დაიშალოს და ასე შემდეგ არა თქვენ ერთად ხართ მაინც
კი ბატონო, საბოლოო ჯამში ერთად კი. კი. ვინც არ უნდა რაც არ უნდა ჩაერიოს და ესე რომ თქვათ შეეცადოს აქ ეს ურთიერთობა ამ ურთიერთობას ვერ დაშლის, იმიტომ რომ აქ ნახეთ არ არის ეს ერთდღიანი და ჰარი-ჰარალოზე და უცებ რაღაცა ემოციაზე აყოლილი და ესე გადაწყვეტილი ურთიერთობა. ხო, აქ მე რაც ვისაუბრეთ ამ ხელა გრძნობა და ამაზე ვიღაცი ახლა ჩაერიოთ და წავდლიკინოს ენა ბიჭს ან გოგოს ამ ურთიერთობას ვერ გააფუჭებს, ხო, მაგრამ გამოხდება რაღაცა ესეთი. მაინც გამეცინა, ძალიან დიდ პატივს გცემთ, ძალიან დიდ პატივს გცემთ და ყოველთვის შეეცდება როგორ რაღაცა იცით, კონკიასთან არა, თუფიფქიასთან არის ის მომენტი ძინარესთან რომ მიდის აკოცებს და გაიყვიძებს, ანუ მაგიაც რომ მოიხსნება და რაღაცა ეს თემა არის, ხო, ყოველთვის შეეცდება, იმის თქმა მინდა რომ ყველანაირი პრობლემიდან რაღაცებიდან გამოგიყვანოთ, გაიგეთ. ძალიან მაგარი რაღაცა დაფიქსირდა. კარგი ხანია ესეთი ინფორმაცია მე არ გამიჟღერებია. ნაკაია. აი ბაღში რომ ზიხართ განსაკუთრებით ეს სცენაც რა კარგი არის, ნახეთ. როგორ ზიხართ ბაღში? ხო? ძალიან მაგარია. ესე შესციცინებთ თვალებში და ბოლო არკანებში დაფიქსირდა ეს ყველაფერი. არ ვიცი გრძნობთ თუ არა, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე. აი ისეთნაირად ხო კროტონიც დავიწყე. ძალიან მაგარია ჩემო კარგებო. არ ვიცი ეს ახალი კი არა, შეიძლება ეხლა განვითარდა ურთიერთობა, ან ახალი მყავს ვიღაცა, გისურვებთ წარმატებებს. სასწაული ენერგია წამოვიდა, ბედნიერების სუნი მეცა, იცით, აქ ბედნიერება მოდის. და ეს ურთიერთობა გაგრძელდება მასიბერემდე. რა საინტერესოა. გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით დროებით და იყოს ასე რატომათაც არა. ყველა იმსახურებს ბედნიერებას.